ხელოვნური ინტელექტი უკვე აღარ არის მხოლოდ მომავლის ტექნოლოგია, ის ყოველდღიურად ცვლის ბიზნესის მუშაობის წესებს, გადაწყვეტილებების მიღების პროცესს და კონკურენტუნარიანობის სტანდარტებს. მსოფლიოს წამყვანი კომპანიები AI-ს აქტიურად იყენებენ ოპერაციების ოპტიმიზაციის, ხარჯების შესამცირებლად, მომხმარებელთა გამოცდილების გასაუმჯობესებლად და ახალი ბიზნეს შესაძლებლობების შესაქმნელად. ამ ცვლილებების ფონზე სულ უფრო აქტუალური ხდება კითხვა, რამდენად მზად არის ქართული ბიზნესი ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების ეფექტიანად გამოსაყენებლად, რა გამოწვევებს აწყდება მისი დანერგვის პროცესში და როგორ შეიძლება თანამედროვე ტექნოლოგიები კომპანიების ზრდისა და განვითარების ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად იქცეს. საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ Skillville Swiss College-თან თანამშრომლობით წევრი კომპანიების ტოპ მენეჯმენტისა და ხელმძღვანელი პირებისთვის ერთდღიანი ინტენსიური ტრეინინგი გამართა. ამ თემებზე ვისაუბრებთ გადაცემაში, ჩვენი სტუმრები კი არიან გიორგი მარიამიძე, Skillville-ის დამფუძნებელი და ლევან ვეფხვაძე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. არაერთხელ გვისაუბრია თუ რა მნიშვნელობა აქვს AI-ის სწორად დანერგვას ბიზნესისთვის ამ გადაცემაში, თუმცა დღეს ძალიან კარგია, რომ ორივე ერთის მხრივ ბიზნესის წარმომადგენლის და მეორეს მხრივ ის იმ კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც უშუალოდ აი ამ AI-ის პროგრამის დანერგვებზე მუშაობს ბიზნეს სექტორთან, ერთად ვწანდებით სტუდიაში. რეალურად სად ვართ დღეს ამ ნაწილში? ლევან, ამით დავიწყებ ჩემს კითხვას და აი თუნდაც ის ტრეინინგი, რომელიც გამართეთ ბიზნეს ასოციაციისთან, აქ საინტერესო იყო, რომ ტოპ მენეჯერებისთვის იყო, ხო, ეს ტრეინინგი. რეალურად რამდენად გათავისებული აქვს ქართულ ბიზნესს AI-სა და ხელოვნური ინტელექტის და ამ მიმართულების განსაკუთრებული მნიშვნელობა განვითარების პროცესში? მაია, მადლობა, ძალიან საინტერესო კითხვაა. თავისთავად ინტერესმა წარმოაჩინა იმ აღალმა ინტერესმა, რომელიც ბიზნესს ჰქონდა, მიიღო მონაწილეობა ამ ტრეინინგში, წარმოაჩინა ის მოთხოვნა, რაც ამ კუთხით ბიზნესს აქვს, იმიტომ რომ ცხოვრება და დინამიკა ბიზნესის და ოპერაციების იმდენად აჩქარდა, რომ უკვე ფეხის აბმისათვის აუცილებელია თანამედროვე ტექნოლოგიებთან, ციფრულ ტექნოლოგიებთან დროული გადაწყობა და ხელოვნური ინტელექტი არის ერთ-ერთი უმთავრესი, ალბათ, უახლოეს მომავალში ის უმთავრესი ინსტრუმენტი, რომელიც აი ამ აჩქარებულ ბიზნეს გარემოში კომპანიებს ხელი უნდა შეუწყოს იმაში, რომ მათ თავი დაიმკვიდრონ კი არა, შეინარჩუნონ ის პოზიციები, რომელიც მათ აქვთ. იმიტომ რომ ის კომპანია, რომელიც დროულად ვერ მოახდენს გადაწყობას, კომპანია, რომელსაც ადაპტირება გაუჭირდება, ის დარჩება აი ამ დიდი ოკეანის მიღმა, რასაც ბიზნეს სამყარო ქვია. თან ეს ბიზნეს სამყარო არის ძალიან გლობალური, იმ გაგებით, რომ ამ ციფრულმა კომუნიკაციამ ძალიან შეამცირა ფიზიკური მანძილი და შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია კომპანიებმა იცოდენ აი ხვალდაზე რა განვითარება და რა დინამიკა იქნება. მადლობა Skillville არის ჩვენი წევრი. თუმცა არა იმიტომ რომ ჩვენი წევრია, არამედ იმიტომ რომ მაღალ პროფესიული გუნდია, ვთხოვეთ მათთან და კოლაბორაციით ჩავატარდეთ ეს ტრეინინგი. ეს ტრეინინგი თქვენ გამოაცხადეთ, რომ ერთდღიანია, თუმცა ჩვენ მესამე დღე გვიწევს უკვე იმდენად მაღალი მოთხოვნა იყო, მესამე დღე გვიწევს ამ ტრეინინგის დამატება. ვამატეთ, ერთხელ დავამატეთ, ახლა კიდევ დავამატებ და მე დარწმუნებული ვარ, შემოდგომაზე კიდევ მოგვიწევს რამოდენიმე დამატება, იმდენად მაღალი ინტერესია და პირველ რიგში ინტერესია, იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ რაღაცა კონკრეტული ინსტრუმენტების ფლობის ტექნიკა, ეს არის გლობალური ტენდენციების გაცნობის ტექნიკა, თანამედროვე მსხვილი კომპანიები როგორ რანაირად იყენებენ ამ თანამედროვე, ასე ვთქვათ, სამყაროში ხელოვნურ ინტელექტს, აი ამ კუთხით დანახვა, როგორ მიდის სოფლიო დინამიკა კომპანიების ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მე ვფიქრობ, რომ ეს ინტერესი Skillville-მა ძალიან წარმატებით დაგმო. ქართული ბიზნესი, საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში არის გაწევრიანებული ამ ქვეყნის ბიზნესის უდიდესი ნაწილი, ხო? ამიტომ საინტერესოა თვითონ რამდენად იყენებენ. ერთია რა ცოდნის მიღება უნდათ ახლა, მაგრამ რამდენად ინერგება ამ. მეტ ნაკლებად იყენებენ. მე არ მინდა დროზე ადრე, ასე ვთქვათ, წარმოაჩინო ის იმ კვლევის შედეგები, რომელიც ჩვენ ბიზნეს BAG ინდექსთან დაკავშირებით გვაქვს. აეხლა მზადდება საბოლოო რეპორტი. ჩვენ ცალკე დავამატეთ რამოდენიმე კითხვა ხელოვნურ ინტელექტზე და იდეაში აი ამ ნაწილს, რაც შეეხება სად არიან კომპანიები, როგორ იყენებენ, რანაირად და შემდეგ ის კვლევა უფრო ფართო განჯის და ვთქვათ საუბრის საშუალებას მოგცემს. თუმცა ის კომპანიები, რომლებიც იყვნენ მოსულები, ძირითადად ის კომპანიები იყვნენ, რომლებსაც ასე თუ ისე შეხება აქვთ
იყენებენ მათ შორის მარკეტინგის ნაწილში, მათ შორის ბიზნეს ოპერაციების ნაწილში და შემდეგ ძალიან ბევრი მიმართულება უკვე სადაც ხდება გამოყენება. ყველაზე მთავარი არის რომ გვესმის ჩვენ რომ ხელოვნური ინტელექტი შეიძლება ხვალ და ზეგ ჩაანაცვლოს ადამიანის სამუშაო ადგილას, თუმცა ეს გამოწვევაც არის და შესაძლებლობაც არის იმ ადამიანების, რომლებიც დროულად მოახდენენ და მოერგებიან ახალ გარემოს და შესაბამისად პირიქით ხელოვნური ინტელექტი კი არ ჩაანაცვლოს, მაგრამ არამედ ხელოვნურთან, ინტელექტთან ერთად ისინი გაცილებით პროდუქტიულები და წარმატებულები გახდებიან. რა ცოდნის გადაცემა ხდება ამ ტრეინინგის ფარგლებში, რა ინფორმაცია და გასაინტერესო იყოლა თქვა რომ გლობალურ ტენდენციებზე ვესაუბრებოდითო. ეს ერთი და ჩვენ არ ვესაუბრობთ. ანუ და რეალურად როგორია ამ შემთხვევაში ქართული ბიზნესის მიმღებლობა. თქვენ თავისთავად ბიზნესი ხართ, თუმცა ალბათ როცა ამ საქმიანობას იწყებდით, მაშინ ნაკლებად ფიქრობდით, არ ვიცი, ამდენად ასე გლობალურად ფიქრობდით, რომ ერთ დღეს თქვენი საჭიროება ყველაზე მეტად დადგებოდა, მათ შორის სხვადასხვა თქვენი კოლეგებისთვისაც. ამიტომ საინტერესოა, რამდენად აქვს ბიზნეს მიმღებლობა, იმიტომ რომ ეს ხარჯთან არის დაკავშირებული და ასე შემდგომ, რამდენად ესმის ბიზნეს დღეს ამის მნიშვნელობა. მოგესალმებით, ქალტომაია. ესე იგი, პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ლევონს და ბიზნეს ასოციაციას, იმიტომ რომ ძალიან მაგარი ინიციატივაა ეს და ძალიან გვიხარია, რომ კონკრეტ ქართული ბიზნესი არ ჩამორჩება თანამედროვე ტენდენციებს და თანამედროვე ტექნოლოგიებს და არის განვითარებაზე ორიენტირებული. რაც შეეხება უშუალოდ თქვენი კითხვა მოიცავდა რა თემებზე ვისაუბრეთ. თემები იყო, ასე ვთქვათ, მრავალხრივი, ტრეინინგი იყო ერთდღიანი დილიდან საღამომდე, ასე ვთქვათ, ინტენსიური ტრეინინგი და აქ რამოდენიმე მიმართულება გავიარეთ. ერთი მიმართულება არის, რომ იყო მიმოხილვა რა სოფლიო კვლევების, რომელიც McKinsey-მ ჩაატარა და აქ იყო საუბარი რა დონეზე არიან, ასე ვთქვათ, სოფლიოში გლობალურად კომპანიები, რისთვის იყენებენ ამ ყველაფერს და რა მიმართულებებით იყენებენ. აქ ძირითადი ჰაილაითები არის, რომ ძირითადად ჯერჯერობით უფრო როგორც ინოვაციას უყურებს ამას სხვადასხვა კომპანიები, არა მაინც და მაინც როგორც ხარჯების დაზოგვას თუ პროცესების ავტომატიზაციას, მაგრამ ჯერჯერობით სოფლიოში თუ საქართველოში? სოფლიო ტრენდებზე ვისაუბრეთ, გავაცანით ჩვენ დამსწრეებს, ქართულ ბიზნესებს და ასევე ძირითადად ხდება ორი მიმართულება, ეს არის, IT და მეორე არის knowledge management, ანუ ცოდნის მართვა. ასეთი დიდ კომპანიებში ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, რომ თავი მოუყარონ უბრალოდ ყველაფერს ერთად იმ გამოცდილებას კომპანიის პოლიტიკებს და ასე შემდეგ, რაც ამ კომპანიებში არის თავმოყრილი, რომ მე უკვე ეს გამოცდილება ადგილად იყოს გამოსაწვდომი ყველა კომპანიის თანამშრომლობისთვის. ეს იყო, ასე ვთქვათ, ერთი ნაწილი, რომელიც გავიარეთ და მეორე ნაწილი უკვე უკავშირდებოდა უშუალოდ პრაქტიკულ გამოყენებას, კონკრეტულ ხელსაწყოებს, როგორ რა, ასე ვთქვათ, რა რა შესაძლებლობები გააჩნიათ ამ ხელსაწყოებს, სადაც იყო საუბარი, როგორ დავატრეინინგოთ კონკრეტული უნარები ხელოვნური ინტელექტისთვის, იმიტომ რომ იმის რომ ხელოვნური ინტელექტი, თქვათ, მოვარგოთ ჩვენ თავს და ჩვენ ბიზნეს საჭიროებებს, მას ჭირდება, ასე ვთქვათ, დატრეინინგება. ესე არ არის, რომ რაღაც უბრალოდ ჩატში დაველაპარაკოთ და ისეთი სასურველი შედეგი მივიღოთ, რომელიც ჩვენ გვინდა. ეს იყო მეორე ნაწილი და ასევე მესამე ნაწილი იყო საუბარი იმაზე, თქვათ, პატარა brainstorming სესია და სტრატეგიული ანალიზი, რა კონკრეტული ინიციატივები შეიძლება იყოს, ასე ვთქვათ, სწრაფი გამარჯვებები, რომელიცაც ის კონკრეტული მონაწილე ბიზნესები მზად იყვნენ, რომ ასე ვთქვათ, დაბრუნებული იყვნენ, წასულიყვნენ და უკვე ხვალიდან დაეწყოთ ამ მიმართულებით. და როგორი განცდა დაგჭათ ეს ბიზნესები მზად არიან? ხვალიდან თუ არა ზეგიდან მაინც დაიწყონ ამ მიმართულებით აქტიურობა. მათ ნაწილს დაწყებული აქ ხა არ ვიქნებით მართლები თუ ვიტყვით, რომ არავის არ აქვს, არავინ არ იყენებს, რა თქმა უნდა. მაგრამ რამდენად ინტენსიურად, რამდენად სწორად, აი ეს არის საინტერესო. კი ბატონო, როგორც ბატონ ლევონ აღნიშნა, ალბათ ამას კვლევაც გვაჩვენებს, მე შემიძლია ჩემი შტაბ-ეჭვლებები გავაზიარო, ასე ვთქვათ. პირველ რიგში ძალიან მართლა გულწრფელი ვთქვა, ძალიან მიხარია, რომ ინტერესი ეს ამხელა, ეს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სადაც ამხელა ინტერესი და ამხელა სურვილი არის, იქ განვითარებას აუცილებლად არ დააყოვნებს. ფიქრობ, რომ სხვადასხვა ეტაპებზე არის
არიან სხვადასხვა კომპანიები, არის უფრო რაღაც ტრადიციული ბიზნესი და ტრადიციული კომპანიები, რომლებიცაც ესმით რომ ჭირდებათ, მაგრამ ჯერ აი ასე ვთქვათ, გარკვევის ფაზაში არიან, რაღაცას ცადეს, იქ ხელოვნური ტექნიკა შეცდომები დაუშვა და ასე ვთქვათ, გარკვევის ფაზაში არიან შედარებით ისეთი კომპანიები, რომელსაც უკვე გარკვეული მიმართულებით ამ ყველაფერს ნერგავენ და ალბათ არის ასევე ისეთი კომპანიები, რომლებიც უკვე რაღაც კონკრეტული გადაწყვეტილებები დანერგეს და აქედან გამომდინარე გააუმჯობესეს თავიანთი კონკურენტუნარიანობა ბაზარზე. აი ამ ტრეინინგიდან და ისედაც ბიზნესი რამდენად იაზრებს აი ამ ტიპის ცოდნის მიღების საჭიროებას და აუცილებლობას. ერთია დანერგვა და მეორეა რომ ამისთვის კადრების მომზადება და ამავდროულად რამდენად ეს გათავისებულია ქართულ ბიზნესს. ბიზნესი უყურებს მე ვფიქრობ ცოტა განსხვავებულად. უყურეთ ბიზნესი ხვდება რომ არის ძალიან მაღალი წნეხი დღეს სამუშაო ძალაზე და არის სერიოზული გამოწვევა და მოდი ასე ვთქვათ რომ არის სამუშაო ძალის მოდი ასე ვთქვათ ინფლაცია. ანუ ხელი იძულებულია იმ მაღალ კონკურენტულ გარემოში, რომელიც გამოწვეულია გლობალური ბაზრებით, მათ შორის მიგრაცია, მათ შორის ადგილზეც კონკურენცია და შემდეგ არის ძალიან დიდი დინამიკა მოძრაობა სამუშაო ძალის შრომის ბაზარზე. შესაბამისად ის რომ დააკავო ადგილზე, მას უნდა გადაუხადო ანაზღაურება, მაგრამ ეს ანაზღაურება თუ არ იქნება კავშირში პროდუქტიულობასთან, მისი თანამშრომლის პროდუქტიულობასთან, მაშინ ეს არის ის ხარჯი, რომელიც კომპანიას აწევს ზურგზე ხარჯად და უკვე კონკურენტუნარიანობა ამ კომპანიის ეცემა, მაგრამ თუ კი პროდუქტიულობა იზრდება ხელფასისთან ერთად, ცხადია ეს ის შემთხვევა, როდესაც კომპანია უღირს უკვე გადაიხადოს, იმიტომ რომ ის პროდუქცია სერვისი, რომელსაც ის ბაზარს აწვის, პროდუქტიულობის, მის თანამშრომლების პროდუქტიულობის ზრდასთან ერთად თვითღირებულება ერთეულზე, ასე ვთქვათ, ადეკვატური რჩება. აქედან გამომდინარე, ხელოვნური ინტელექტი არის ის შესაძლებლობა, რომელიც შეიძლება კომპანიამ აქტიურად გამოიყენოს სწორედ მათი თანამშრომლების პროდუქტიულობის ზრდისთვის და გლობალური კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისთვის. ამ კუთხით თუ შევხედავთ, აი შრომის ბაზარზე დღეს მიმდინარე ტენდენცია რაც არის და გამოწვევები რაც არის, ამ პრობლემებზეც ჩვენ ვისაუბრებთ, როცა გვექნება მეორე კვარტლის BHG ინდექსის ასე ვთქვათ შედეგები, გამომდინარე იქიდან რომ კვლავ და კვლავ მე მგონი რომ ისევ შრომის ბაზრის პრობლემები იქნება ნომერი პირველი გამოწვევა კომპანიების, ხო? აი ამ კუთხით თუ დავინახოთ, მე ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებლობაა ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, რომელიც საშუალებას მისცემს კომპანიებს, რომ პროდუქტიულობა თანამშრომლების გაზარდონ და ინფლაცია, რაც ამ შრომის ბაზარზე ხდება, ეს არ იყოს მათი წნეხი. თუმცა მე დავეთანხმები გიორგის, რომ აქ ეს არ არის უნივერსალური ის ინსტრუმენტი, რომელსაც შეიძლება რაღაც ჯადოსნური ჯოხი აქვს დააჭერდა, რაღაცას დაადებდა, ყვახს იმათ რა ქვია, გადააქცევ კარეტად თუ რა ქვია იმას. ხო, ანუ ესეთი რამე ეს არ არის. ამასაც სჭირდება ის ცოდნა დატრენინგება, ასე თქვა, დასწავლა იმ მიდგომების, რომელიც კომპანიას ესაჭიროება იმისათვის, რომ იყოს ადეკვატური ის შესაძლებლობები, რომელიც ხელოვნური ინტელექტს აქვს და ის მოთხოვნები, რომელიც კომპანიას აქვს და ამ კუთხიდან გლობალურად იმდენი რამე ხდება ყოველდღიურად და ყოველწამიერად, რომ სხვა შორის ტრენერებიც საუბრობდნენ, რომ მათაც დინამიკაში ხანდახან უჭირთ ხოლმე დაეწიონ იმდენი ახალი პროგრამა, განახლება, ეს ყველაფერი ცხადია ამ ციფრულ ბაზარზე კონკურენციის შედეგია და ამ კონკურენტული ასე ვთქვათ კონკურენციის შედეგად წარმოქმნილი გამოწვევების შედეგია, როდესაც ბაზარზე ბევრი ახალი შემოსვლელია, არსებული ინკუმბენტები ცდილობენ, რომ ბაზარზე წილი შეინარჩუნონ და მიდის მუდმივი განახლება და ამ განახლებას ხანდახან ვერ ვიზდოთ ხოლმე იმდენად სწრაფად ხდება ეს ყველაფერი. ორივე კვლევას საოცრად დაველოდები და სიამოვნებით რა თქმა უნდა გაგითმობთ ეთერსაც და ჩვენი საუბრის ბოლოს გიორგი სწორედ ეს ნაწილი რომელიც ახლა ლევან მახსენე რომელიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. თავად ტრენერები, თავად ის ადამიანები რამდენად ყვავს, რომელთაც ეს ცოდნა სხვას უნდა გაუზიარონ და მათი კვალიფიკაცია მიუხედავად იმისა, რომ პროფესიული კუთხით ამდენი დაუშვათ უკვე სასწავლებელი გაქვთ რეალურად ამ ნაწილში ძალიან აქტიურობთ, რამდენად გვაქვს დღეს ბაზარზე, რამდენად ყვავს უფრო ზუსტად ის კადრები, რომელთაც შეუძლიათ რომ ამდენ სურვილს რეალურად მე ეს ცოდნა და გამოცდილება გადასცონ. კი ბატონო, დავეთანხმებ ბატონ ლევანს, ხა ობიექტურად რო ვთქვათ, ძალიან სწრაფად ვითარდება ეს სფერო და ეს კადრები, რა თქმა უნდა, საკმაოდ მაღალ თხოვნადები არიან და ბევრი არ ყავს ნამდვილად, თუმცა ამ მართულებით სკივილი ძალიან აქტიურად მუშაობთ და მინდა ძალიან მიამაყება ის ფაქტი, რომ ჩვენ სკივილმა უკვე წინასწარ ამ მართულებით, ასე ვთქვათ,
ვთქვათ, თადარიგი დავიჭირეთ და შევიმუშავეთ ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების და ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციის გზელი სახელია ესეთი პროფესიული სტანდარტი და ანუ რეალურად ამით საქართველოს შეუერთდა ძალიან ესეთ ვთქვათ ექსკლუზიურ ქვეყნების სიას, ეს სია არ არის გზელი, აქ არის განვითარებული ქვეყნები, რომელსაც გააჩნია თავისი განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული განათლების სისტემაში არსებობს ხელოვნური ინტელექტის პროფესიული სტანდარტი და ჩვენი გეგმაა, რომ უკვე ამ მიმართულებით სექტემბერში მივიღებ სტუდენტებს და ერთი წელი დაგვჭირდება ამისთვის და უკვე ერთი წლის თავზე გვეყოლება, ასე ვთქვათ, დატრეინინგებული პროფესიონალი ადამიანები AI-ის მიმართულებით, რომლებიც უკვე შეავსებენ, ასე ვთქვათ, შრომით ბაზარს და იმ მოთხოვნას, რომელიც დარწმუნებული ერთი წლის თავზე საკმაოდ მაღალი იქნება შრომით ბაზარზე. ეს ერთი და მეორე ასევე ჩვენ ცნობს ბიზნესი ვართ, რა თქმა უნდა, ჩვენ ბიზნეს პროცესებში მუშაობთ იმაზე, რომ დავნერგოთ ხელოვნური ინტელექტი და როგორც ასე ვთქვათ, ადმინისტრაციული სტაფისთვის გვაქვს უკვე პარტნიორობაზე მუშაობთ კლოდთან, ადმინისტრაციული სტაფის, ასევე ჩვენი ლექტორებისთვის იმის, რომ კი გვაქვს ეს ვთქვათ ერთი AI-ის პროფესიული სტანდარტი, მაგრამ იმ სხვა დანარჩენ საგნებში ციფრული მარკეტინგი იქნება, ეს პროგრამირება იქნება, ეს პროექტების მართვა, იმ დანარჩენ საგნებშიც შემოვიტანოთ ეს AI ხელსაწყოები იმ კონკრეტული საგნიდან გამომდინარე, რასაც ვასწავლეთ, ანუ ამ მიმართულებითაც აქტიურად ვემუშავებით ჩვენ მასწავლებლებს და უტარებთ რეგულარულ ტრეინინგებს, რომ იყვნენ საქმის კურსში და შეძლონ და დაანერგონ ასევე მათ ხელოვნური ინტელექტის სწავლების პროცესში. თანამშრომლთა კლოდს, ანუ ეს ნიშნავს, რომ ანუ ამ იმდენად ბევრია მართული იმდენად ბევრი პროგრამა, იმდენად ბევრი სიახლე ამ ნაწილში, რომ სიამოვნებით ვისაუბრებდი თვითონ რომელი პროგრამა რომელს ჯობია, ან რომელია უფრო აქტიურად გამოყენება, სამწუხაროდ დღეს ამისათვის ტრენინგზე მოგიწევთ მერე და საერთოდ რო არ მოხდეს ამის საშუალებას, თუმცა სხვა ბუნებრივია, აუცილებლად გავაგრძელებთ ამ თემებზე საუბარს სხვა გადაცემებში. წარმატებები ორივე სტუმარს, გიორგი მარიამიძე, ლეონე ფუხაძე იყვნენ ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმრები.